მოგესალმებით FM 105.9-ზე, გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა და დღეს ვისაუბრებთ დანამატებზე, ანუ იმ დანამატებზე, რომელიც ხშირად და თითქმის ყველა პროდუქტში გვხვდება ხოლმე შემადგენლობის ჩამონათვალში, მომხმარებელმა ხშირ შემთხვევაში არ იცის, რას წარმოადგენს დანამატები და არის ასეთი მოსაზრება, რომ რაც უფრო მეტი ჩამონათვალი, ანუ და ეს გასწვრივ მითითებული სხვადასხვა ციფრები და რიცხვები, უფრო საშიშია ასეთი პროდუქტი და არასასრული ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რამდენად ასეა ეს და რატომ არის აუცილებლობა დანამატების გამოყენების სხვადასხვა პროდუქტების ზოგადად არის თუ არა აუცილებლობა და რამდენად საშიშია უნდა ვერიდოთ თუ არა და ასე შემდეგ. დღეს ბევრ მითსაც დავამსხვრობთ ჩემს სტუმართან ერთად ირაკლი არაბულს მივესალმები. სურსათის უნებლობის სპეციალისტის სტუმრობს დღევანდელ განაცემას. პირველ რიგში განმარტოთ რას გულისხმობს თვითონ ბევრს გონია რომ ეს არის ემულგატორის აბრევიატურა, თუმცა ეს როგორც ვიცით ასე არ არის. ბატონო, მოგესალმებით მარია, მივესალმებ მაყურებელს. ნიშნები ნიშნავს ევროპას და ევროპის მიერ ასე ვთქვათ კლასიფიცირებულ საკვები დანამატების სიას. ანუ ემულგატორებს არ ნიშნავს, რაც ძალიან ბევრს გონია და ეს მითი დავამსხვრიოთ, რომ ნიშანი არის ევროპის აღნიშნული და შემდეგ უკვე 3, ანუ 4 ციფრიანი კოდი. ეს კოდები არის ევროპის მიერ ასე ვთქვათ დაშვებული, მინიჭებული ასე ვთქვათ სხვადასხვა დანამატების, სხვადასხვა საკვები დანამატების და ეს საკვები დანამატები არის სხვადასხვა დანიშნულების. ეს არის საღებავები, არის სტაბილიზატორები, ემულგატორები, გემოს გამაძლიერებელი და სხვადასხვა ნომრით აღინიშნება სწორედ ასე ვთქვათ ეს საკვები დანამატები. მაგალითად 100-დან 200-მდე აღინიშნება საღებავები ყოველთვის. ნიშნით მე მაგალითად 102 რომ წერე კონკრეტულ საღებავის არსებობას შეიცავს და ასე სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით არის ასე ვთქვათ წარმოდგენილი ეტიკეტზე და მათ შორის საქართველოს კანონმდებლობითაც განსაზღვრულია, რომ როდესაც რომელიმე პროდუქტში მითითებული არის ეს დანამატი, საკვები დანამატი ნიშნით, აუცილებლად უნდა ქონდეს განმარტება თუ რა მიზნით არის გამოყენებული. მაგალითად შეიძლება ეწეროს მაგალითად კონსერვანტი და შემდეგ უკვე ამ კონსერვანტის დასახელება და ნიშანი. ანუ კონკრეტულად ეს საღებავი თუ არის საღებავი და კონკრეტულად ის 102. წერია, უნდა ეწეროს საღებავები და შემდეგ უკვე ჩამოთვლილი ეს საღებავი. რომ მომხმარებელს კონდეს ალბათ ჟავიანობის რეგულატორი ან რეგულატორები და მაგალითად S330 ლიმონჯავა და ესე უნდა იყოს დაჯგუფებული ეტიკეტზე, რომ მომხმარებელს უფრო გაუმარტივდეს ამ ეტიკეტის წაკითხვა. ეს რას ნიშნავს ალბათ უნდა რომ მოხდეს კონსერვანტია თუ საღებავია თუ რა არის. აუცილებლად თქონდეს ეტიკეტზე ეს მითითება, რომ მომხმარებელს უფრო გაუმარტივდეს ან მიზანი რისთვის გამოიყენება ეს კონკრეტული საკვები დანამატის სურსათში. კი ბატონო, ჩამოთვალეთ საღებავები, გემოს გამაძლიერებლები, სტაბილიზატორები, კონსერვანტები აუცილებელია ამ ინგრედიენტების გამოყენება. რატომ გახდა თანამედროვე პროდუქტებში თითქმის ყველაში მე არ შემხვედრია პროდუქტი, რომელშიც დანამატი არ იყოს. საფრთხეებზე რა თქმა უნდა გადავალ, მაგრამ ჯერ აუცილებლობაზე, რამდენად აუცილებელია? თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ კვების ინდუსტრიას და წარმოებულ პროდუქტს, ანუ მრავალფეროვნებას, სიმრავლეს აუცილებელია ზოგიერთ პროდუქტში ამ საკვები დანამატების გამოყენება, რადგან ეს საკვები დანამატები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პროდუქტის, ასე ვთქვათ, როგორც უნებლობაში, ასევე მის ხარისხში, რადგან მაგალითისთვის თუ პროდუქტი ხანგრძლივად შენახვა სჭირდება, დანამატების გარეშე ამას ფიზიკურად ვერ ვიზავთ. ასევე ზოგიერთ პროდუქტს, მაგალითად, რომ მავიღოთ, ხო, რომ მაგალითად რაიმე იოგურტი მაგალითად, ხომ? იმას თავისი ბუნებრივი ფერი არ აქვს ისეთი, როგორიც უნდა გქონდეს და ამიტომ გამოიყენება საღებავები, ასევე ტკბილეულშიც, ვადის გამხანგრძლივებლები, ასევე უბის და საფუარის სოკოს საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ისეთი პროდუქტებისთვის, რომლებიც ხანგრძლივად ინახება, რომლებმაც უნდა გაიარონ ტრანსპორტირება და უფრო ასე ვთქვათ, დიდი ხნის განმავლობაში არის როგორც ტრანსპორტირების პირობებში ისეთი პროდუქტები, ასევე შენახვის პირობებში. ძალიან მინიმალური არის ის პროდუქტები, რომელსაც არ სჭირდება არანაირი საკვები დანამატი და ეს ისეთი წარმოშობის პროდუქტია, მაგალითად თუ არსებობს. კი ბატონო, მაგალითად ხორცში, მაგალითად და ეგეთი ხილბოსტნეული, ან რომელიც არ არის გადამუშავებული, მაგრამ ძეც კი ბატონო, ძეც, იმიტომ რომ ძელს ერთადერთი რა სჭირდება, ეს სჭირდება ან პასტერიზაცია, ან ულტრაპასტერიზაცია და სტერილიზაცია. სხვა ისეთ დანამატი არ ემატება, მაგრამ სხვა შექმნილ პროდუქტებს, რაც ინდუსტრიულად იქმნება, აუცილებელია ამ საკვები დანამატების გამოყენება.
რომ მივიღოთ ისეთი პროდუქტი, როგორიც მაგალითად ჩვენ გვსურს. ყველაზე მეტი დანამატი რომელ პროდუქტი შეიძლება გხვდებოდეს? ნუ რძის პროდუქტებში მე არ შემოხვედრი, იმიტომ რომ არ საჭიროებს უბრალოდ და ამიტომ, მაგრამ ალბათ ყველაზე უფრო მეტად რაც მახსენდება, ეს არის საკონდიტრო, აი შეფუთებში რომ კექსები იყიდება, ყველაზე მეტი დანამატი მასშია, ზეხვეული. ზეხვეული და სოსისები ლიდერობს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ყველაზე მეტი საკვები დანამატი სჭირდება სწორედ ზეხვეულს და სოსისეულს, რადგან გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ ფერისთვის სჭირდება ზეხვეულს და სოსისებს, ასე ვთქვათ, საკვები დანამატი გემოსთვის, არომატისთვის, სტრუქტურის შექმნისთვის, მისი შენახვის ვადისთვის და ანუ თითქმის ყველა დანიშნულებით გამოიყენება მასში ეს საკვები დანამატები. ერთ-ერთი ყველაზე მეტი სწორედ ასე ვთქვათ ზეხვეულში და ესეთ ულტრა გადამუშავებულ საკვებში არის. მათ შორის ძალიან გადამუშავებულ ტკბილეულშიც. ანუ რაც უფრო დამუშავებული არის პროდუქტი, უფრო მეტი ესეთი საკვები დანამატი სჭირდება, რომ მივიღოთ ის სტრუქტურა, რაც მოხმარებას სჭირდება. ზეხვეული ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას ეს ვიცით, ისედაც განსაკუთრებით კონკრეტულად დანამატის ნატრიუმის ნიტრიტის გამო. თუმცა და ისედაც ყველა ვიცის და ალბათ ბავშვებს მეტნაკლებად არიდებენ ხოლმე, მაგრამ აი რაც შეეხება ტკბილეულს და ასე შემდეგ, რომელიც ასევე გარჯერებულია ბევრი დანამატით, მიირთმევენ ბავშვებიც. და ნიშნავს თუ არა ეს არსებობა ეტიკეტზე აუცილებლად იმას, რომ ეს პროდუქტი არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ანუ ყველა დანამატი ცუდია? რა თქმა უნდა არ ნიშნავს ეს, ყველა დანამატი ცუდი არ არის, რადგან როგორც თქვით, ეს არის ევროპის მიერ დადგენილი საკვები დანამატების სია, რომელიც დასაშვებია, თუ რომელიმე საეჭვო დანამატი არის, მასზე ჩატარდება შესაბამისი კვლევები და როდესაც დადასტურდება ამ საეჭვო დანამატის, ასე ვთქვათ, მავნებლობა, აუცილებლად მოხდება მისი აკრძალვა, მაგრამ არსებობენ ზოგიერთი ქვეყნები, სადაც მიუხედავად იმისა, რომ რომელიმე საკვები დანამატი შეიძლება დაშვებული იყოს, ისინი ადგილობრივი თავის საკუთარი კანონმდებლობით კრძალავენ მის გამოყენებას. ანუ ყოველთვის არ ნიშნავს დანამატი, რომ ასე ვთქვათ, პროდუქტი შეიძლება იყოს მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შეიძლება სხვა რაიმეთი იყოს დაბინძურებული პროდუქტი, მაგალითად მიკრობიოლოგიურად ან მძიმე მეტალებით და ეს უფრო საშიში იყოს ადამიანის ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის, ვიდრე რომელიმე საკვები დანამატი. თუმცა გააჩნია რომელი საკვები დანამატია, რა მიზნით გამოიყენება ამ სურსათში და ვინ მიირთმევს, იმიტომ რომ ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ბავშვები უნდა მოვარიდოთ, რაც შეიძლება ნაკლები საკვები დანამატის გამოყენებას, მათ შორის მოხუცები, ხანშიასულები და ორსულები. თუმცა არის ესეთ საკვები დანამატები, მაგალითად საღებავებზე მახსენდება ყველაზე ხშირად, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ მეტნაკლებად სასარგებლო. ანუ გულისხმობ მაგალითად კარატინოიდებს, რომელიც სტაფილოში ბუნებრივად არის და ეს კი ბატონო. ამოღებულია სტაფილოსფერი პიგმენტი, შეიძლება იყოს აღებული სტაფილოსგან, გოგრისგან და შემდეგ ფერის ინტენსიურობისთვის შეიძლება იოგურტში იყოს დამატებული და როგორც აღნიშნე ეს E160 და ეს კონკრეტული, ანუ უფრო რომ განვმარტოთ ჩვენ მსმენელისთვის, იმიტომ რომ ხშირად როდესაც ვამზადებ ხოლმე სატელევიზიო გადაცემებს, იქ რაღაც საფრთხეებზე როცა ვსაუბრობ, რატომ არ იგრძალება? ამასაც ამბობენ ხოლმე და არ იგრძალება, იმიტომ რომ თუნდაც არასასურველი დანამატები, მაგალითად ნატრიუმის ნიტრიტი, იგივე რომ არ იყოს ზეხვეულში, ზეხვეული საერთოდ საშიში იქნებოდა ბოტულიზმის თვალსაზრისით. ამიტომ იმისთვის შეიქმნა დანამატები, რომ გარკვეული გაუმჯობესება მოხდეს პროდუქტის. მაგალითად დაიცვას სოკოვანი დაავადებების, როგორც ახსენეთ. და სოკოვანი დაავადებები გაცილებით უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე კონკრეტულად ის კონსერვანტი ალბათ, ხო? და არსებობს სასარგებლო დანამატებიც. ნუ სასარგებლო ნაწილობა, მაგალითად C ვიტამინი, როცა არის დამატებული, ისიც ხომ დანამატით იქნება აღნიშნული. ეს ამასი არის C ვიტამინი, რომელიც ძალიან ციტრუსოვან პროდუქტებში თითქმის ყველაში არის, ბუნებრივი წარმოშობისა, ისევე როგორც მაგალითად E160, რაც თქვით ახლა ჩვენ პიგმენტი სტაფილოსგან აღებული ფერისთვის, რაც მაგალითად აი მარგარინებში და სპრედებში გამოიყენება ყვითელი ფერის მისაღებად, ხომ? ეს ანუ უმეტეს შემთხვევაში ეს საკვები დანამატები მნიშვნელოვანი როლს თამაშობს სურსათისთვის და რომ არ იყოს ეს დანამატები, არ იქნებოდა სურსათი იმ ფორმით, რა ფორმითაც არის. მაგრამ მნიშვნელოვანია
დოზები, რა თქმა უნდა, რაოდენობები, აი თუნდაც რომ მავიღოთ ნატრიუმის ნიტრიტი E250, რომელიც ზეხულის წარმოებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რადგან თუ ის არ ექნება ამ სოსის და ზეხულს, არის არსებობს ის ბოტულიზმის, ასე ვთქვათ, განვითარების და ამისგან იცავს ბოტულიზმი თითქმის 100%-იანი ფატალურობით ხასიათდება მათ შორის განსაკუთრებით ბავშვებში და სწორედ ამისგან იცავს ძეხოულს და სოსის, მაგრამ როგორც საერთაშორისოდ ბევრი კვლევა ადასტურებს, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით უნდა მივიღოთ ესეთი პროდუქტები, იმას არ ნიშნავს, რომ ეს საერთოდ უნდა მივიღოთ ან არ შეიძლება, უბრალოდ რაც შეიძლება მცირე რაოდენობით და ესეთი თვისებები, უარყოფითი თვისებები ზოგიერთ საკვებდანამატს ახასიათებს, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მთავარია ჩვენ გქონდეს ინფორმაცია და ვიცოდეთ, რომელი პროდუქტებია, ანუ რომელი საკვებდანამატებია, რა მიზნით გამოიყენება და მათი უსაფრთხო დოზები, ასე ვთქვათ. მე ახლა რომ საუბრობ, ვცდილობ გავიხსენო ის საკვები დანამატები, რომელიც არ არის სასურველი ადამიანის ჯანმრთელობის და კარგია თუ მოვერიდებით, აი ნატრიუმის ნიტრიტი გამახსენდა ერთი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ მისი გამოყენება პროდუქტში აუცილებელია, მიუხედავად რომ არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, არის ესეთი კვლევა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თუ ძეხოლს მივირთმევთ 18 გრამს, უпростоრად თუ ძეხოლს მივირთმევთ არა, კვირაში ორჯერ 18%-ით იზრდება ონკოლოგიური დაავადების რისკი. ნუ საკმაოდ არც თუ ისე პატარა პროცენტია. მაგრამ კიდევ ერთხელ ზეხვეული წარმოება ამ დანამატის გარეშე მთელ სოფლიოში არსად არ ხდება, არა მხოლოდ საქართველოში, არსად. და კიდევ გამახსენდა ერთი დანამატი, ეს არის ტიტანის დიოქსიდი, რომელიც აი რა თუ არსებობს კიდევ ისეთი დანამატი, რომელიც აიგრძელა ევროკავშირის ქვეყნებში შარშან, საქართველოს სამწუხაროდ ჯერჯერობით არა, იმიტომ რომ მაგრამ დავეწევით ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით აუცილებლად და თუ არის ისეთი დანამატები, რომლებიც აი აკრძალულია და უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებში და სხვა ქვეყნებში არის დასაშვებიანი საშიში საკვები დანამატები. ამ მომენტისთვის მეც არ მახსენდება ერთი ტიტანის დიოქსიდი მახსენდება, თეთრი ფერის საღებავი არის ამ თეთრ პროდუქტებში გამოიყენება, მაგრამ ესაც ალბათ დროის ამბავი და ჩვენთანაც მოხდება ამის ასე ვთქვათ აკრძალვა და ამოღება, მაგრამ აი რომ ავიღოთ მაგალითად რაღაც შეიძლება იყოს აკრძალული მაგალითისთვის ევროპაში, მაგრამ დაშვებული იყოს ამერიკაში ან იაპონიაში, ეს უკვე თვითონ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად არის. ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე უფრო მკაცრად არის მგონი. კი, ზოგადად სურსათის უვნებლობას ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მკაცრად არის დაცული, შემდეგ მოდის ამერიკა, მერე იაპონიაც ერთ-ერთი მოწინავეა ამ მიმართულებით უვნებლობის სტანდარტების და წესების დაცვაში და მერე ასე შემდეგ გრძელდება. ასე ვთქვათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკვებდანამატებში მაინც არის საღებავები. მათ შორის განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მაგალითად იღებენ სხვადასხვა ტკბილეულს, სხვადასხვა სასმელებს, რომელიც არის სხვადასხვა შეფერილობის. და მათ შორის ევროკავშირშიც დადგენილია 6 საღებავი და მათ შორის საქართველოს კანონმდებლობითაც 595 დადგენილების მიხედვით, რომ ამ 6 საღებავს თუ გამოიყენებს ბიზნეს ოპერატორი სურსათის დასამზადებლად, აუცილებლად უნდა მიუთითოს აღნიშნა ესე ფრჩხილებში ამ საღებავის გასწვრივ, რომ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებასა და აქტიურობაზე. ეს არის ალისფერი პონსო, ეს არის ყვითელი მზის სამოსლა, ეასტრი ტარტარაზინი, კარმოაზინი და ასე შემდეგ. თუმცა დასაშვები დასაშვები არის, მაგრამ ანუ ყურადღება საჭიროებს და ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია რომ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია. მაგრამ კვლევები ისე მიდის ამ საღებავებთან დაკავშირებით, რომ შეიძლება აკრძალვა მოხდეს, იმიტომ რომ ბევრი კვლევა ადასტურებს ყვითელი მზის სამოსლის უარყოფით გავლენას ანუ სხვა საღებავებთან შედარებით. როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი რა ტიპის პროდუქციაშია უფრო მეტად, რომ ასეთი ტიპის პროდუქტები ბავშვებს არ უყიდონ? კი ბატონო, ძეხოლ და სოსები ვახსენეთ, შემდეგ არის ტკბილეული, ან ბევრად გადამუშავებული ტკბილეული, ანუ რაც უფრო გადამუშავებული არის პროდუქტი, ანუ ულტრა გადამუშავებულს რომ ეძახიან, ხო, უფრო მეტი საკვები დანამატი სჭირდება ბუნებრივად და შესაბამისად ესეთ პროდუქტებში უფრო ბევრი სახის იქნება. ფერადი, ასე ვთქვათ, ტკბილეული, რადგან იქ უამრავ ბევრი დასახელების საღებავი გამოიყენება და ასე შემდეგ. ძირითადად მაინც არის ტკბილეული, გაზიან სასმელებში შეიძლება შეგვდეს, მაგრამ ნაკლები რაოდენობით, იქ ძირითადად გაზიან სასმელებში არის საღებავი შეიძლება იყოს, თორე დანარჩენი ბაზა ყოველთვის
ის არის წყალი და შაქარი გაზიან სასმელების. რაც ასევე მავნებელია შაქარი რა თქმა უნდა. ეგ და ძირითადად ეს პროდუქტებია, რომელსაც განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ არ ნიშნავს ყოველთვის ცუდს და ეს დანამატები რომ არ იყოს, დღეს არ გვექნებოდა ძალიან ბევრი დასახელების პროდუქტი ბაზარზე. და ბევრი პროდუქტი იქნებოდა უფრო საშიში, ვიდრე ახლა იქნებოდა, იმიტომ რომ ეს დანამატები, ეს კონსერვანტები, რაც ასე ვთქვათ, სწორედ იმაში ეხმარება პროდუქტს, რომ უფრო საშიში რაიმე არ მოხდეს ამ პროდუქტში. მაგალითად, ობის სოკოების გამრავლება, საფუარის სოკოების გამრავლება, მაგალითად, ვადის გასვლა, გაფუჭება სხვადასხვა ბაქტერიების გამრავლება, როგორც არის მაგალითად Clostridium botulinum ძეხოულში და ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერია და ასე შემდეგ. მინდა დაუბრუნდეთ ტიტანის დიოქსიდს იმ დანამატს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა აკრძალა, სხვათა შორის ეს არის დანამატი, რომელსაც ყველა დანამატს გვაქვს თავისი რაღაცა დადებითი თვისებები და ამ კონკრეტული დანამატის თვისება და იმიტომ უმატებდნენ პროდუქციაში, რომ ქათქათა თეთრი ფერის ყოფილიყო ესათვის პროდუქტი. საფრანგეთმა თავიდანვე თქვა, რომ არ არის აუცილებელი ვიზუალურად იყოს ძალიან კარგი პროდუქტი და ქათქათა და ამიტომ უარი თქვა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გრძალავდა ამ დანამატს, თუმცა მაშინ არ იყო დადგენილი, რომ ის საშიში იყო ადამიანის ჯანმრთელობის, უბრალოდ უარი თქვა. თანაშემ ქვეყნებში იყო ჩვეულებრივად დასაშვები და შემდეგ უკვე გარკვეულმა კვლევებმა, განსაკუთრებით ცხოველებზე ჩატარებულმა, აღმოაჩინა, რომ ეს იყო საშიში და აიკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა საქართველოში, როგორც ვთქვი, ჯერჯერობით დასაშვები. შარშანა აიკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში და ჩამოვთვალოთ პროდუქტები, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება. და შეიძლება შეიცავდეს ტიტანის დიოქსიდს და რომელს უნდა ერიდონ. მოკლედ, მე მახსენდება კიბურჩხალის ჩხირებში არის, მე მგონი ყველაზე უფრო მეტად. ერთ-ერთი პროდუქტია კიდე კიბურჩხალის ჩხირი, სადაც ძალიან ბევრი საკვები დანამატია ასევე, იმიტომ რომ ეგაც ულტრა გადამუშავებული პროდუქტი არის, უამრავი ინგრედიენტი. არაფერი კიბურჩხალასთან არაფერი კავშირი არ აქვს. თევზთან ოდნავ კავშირი აქვს, იმიტომ რომ თევზის პასტისგან მიიღება, მაგრამ კიბურჩხალასთან მხოლოდ სახელი აქვს კავშირი და არომატიზატორი, მეტი არაფერი. და მაგაში შეიძლება იყოს ეს ტიტანის დიოქსიდი და ეგეთ თეთრ პროდუქტებში, იმიტომ რომ ეგ მაგის სტრუქტურა ძირითადად არის თეთრი ფერის და გარედან წითლად რაც აქვს, ისაც საღებავი არის. ზუსტად სახელი არ მახსოვს, რომელიც საღებავი გამოიყენება მზოლების შექმნისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კარმინი საფრთხო საღებავია, კარმინზე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის E120, თუ სწორად მახსოვს, ნუმერაცია, ეს არის კარმინი, წითელი ფერის საღებავი და ჩემი აზრით და ბევრი აზრით მიჩნეულია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი საღებავი. და ყველაზე ძვირფასი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი მოპოვების მეთოდი აქვს და ეს მიიღება კოშინელის ხოჭოსგან, რომელსაც მოიპოვებენ მე შრება და იფქვება და ამისგან მიიღება ეს საღებავი, მაგრამ მიჩნეულია ერთ-ერთ ბუნებრივ საღებავი. იმიტომ რომ ბუნებრივი არის ხოჭო, უბრალოდ ეს თვითონ მისი ფორმა და ამ ხოჭოდან მოდის ბევრს აშინებს, მაგრამ მინდა დავამშვიდო ყველა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი საღებავად არის მიჩნეული ეს E120. თან ძალიან ცუდად გამოიყურება, ანუ არ არის ესთეტიურად კარგი შესახედი. სურსათში ხშირად გვხვდება, უმეტესში გვხვდება ეს და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ის არის. საბავშვო პროდუქტებში გვხვდება ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ ყველაზე უნებელი საღებავია, იოგურტები გამახსენდა ყველაზე ხშირად, ალბათ იოგურტებში იყენებენ წითელი ფერის საღებავს. კი ბატონო, ზუსტად ეგ არის და ერთ-ერთი ყველაზე კარგი არის. და ასევე არის კიდე ერთ-ერთი, შავი ფერის საღებავია, თუ სწორად მახსოვს. აი გაზიანსასმელებში გამოიყენება, ეს არის შაქრის კოლერი ქვია. 140-ია, თუ სწორად მახსოვს ნუმერაციით და ესაც ერთ-ერთი, მიჩნეულია, ასე ვთქვათ, უსაფრთხო საღებავად. როგორც მაგალითად კურკუმინი, ასევე სასარგებლო კურკუმინი. კი ბატონო, კურკუმისგან მიღებული საღებავი ესაც. არსებობს ბუნებრივი საღებავებიც და არსებობს სინთეზური გზით მიღებული საღებავებიც, რომელიც ასე ვთქვათ, აი ეს 6 დასახელების რაც ჩამოვთვალეთ, რომელიცაც განსაკუთრებულად აღნიშვნა უნდა ქონდეს, ეს სწორედ სინთეზური გზით მიღებული საღებავებია. და მაგიტომ არის ესეთი განსაკუთრებით აღნიშვნა მაგიტო სჭირდება. კი ბატონო, ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ ძალიან რთულია იმ რიცხვების დამახსოვრება, რომელიც არის E-ს გასწვრივ მითითებული, ვერ დავიმახსოვებ, მეც არ ვიცი რამდენიმე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი 100-დან 1000 რაღაცამდეა ხო, მე მგონი და ყველასი აღნიშნა რა რომელია, რომელი საეჭვო დანამატია, რომელი
დასაშვები და ასე შემდეგ, ამიტომ რაღაცნაირი ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ, ყველა ედანამატისაში არ არის, მაგრამ მაინც უნდა ვერიდოთ, თუ უფრო მეტად კონკრეტულ პროდუქტებს უნდა ვერიდოთ. უფრო მეტად უნდა ვერიდოთ კონკრეტულ პროდუქტებს და კონკრეტულ დანამატებს, რომლებზეც ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის ამ საღებავებს, რომლებიც ბავშვებისთვის შესაძლებელი გორყოფითად იმოქმედოს, ასევე ნატრიუმის ნიტრიდზე, ანუ ძეხოვის და სოსისში. 260-ია ხო თუ არ ვცდები? 250 ხო, სწორად მახსოვს. და ყოველთვის არნიშნავს ეს ცუც და უარყოფის და საშის ადამიანის ჩამოთვალობისთვის და საღებავებს რაც შეეხება ნატურალური გზით მიღებული საღებავების უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ რომელი საღებავი არის მათში გამოყენება და რამდენიმე საღებავი ვახსენეთ რომელიც ასე ვთქვათ ბუნებრივი წარმოშობის არის და ის შეგვიძლია მარტივად წავიკითხოთ, ამოვიკითხოთ ინფორმაცია და მაინც ყოველთვის მნიშვნელობა აქვს გავესწროთ ეტიკეტს, სულ მაგას ვამბობთ ყოველთვის, რომ მნიშვნელოვანი ეტიკეტი, რადგან ეტიკეტი გვაძლევს სრულყოფილი ინფორმაციას პროდუქტზე და მეწარმე კიდევ ვალდებულია, რომ ეტიკეტი იყოს სწორად შედგენილი, რომელსაც მომხმარებელს შეცდომაში არ შეიყვანს. ეტიკეტზე ყოველთვის იკითხება ინფორმაცია და ზოგადად რაც შეიძლება მეტად გადამუშავებულია პროდუქტი, არა მარტო იმით, რომ მას შეიძლება რაღაც საკვები დანამატები ჰქონდეს, არც თუ ისე სასარგებლო შეიძლება იყოს ეს ულტრა დამუშავებული პროდუქტები. კი ბატონო, მე სანამ საუბრობდით მოვუძებნე ტიტანის დიოქსიდის აღნიშვნელი E171, ანუ მაინც 2-ზე გავამახვილებთ ყურადღებას ალბათ ხომ? 250, რომელიც საშიშია და არ არის სასურველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და E171, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა აკრძალეს და ჩვენც ველოდებით, როდის აიკრძალება საქართველოში. 100-დან 200-მდე ყოველთვის არის საღებავები. 200-დან 300-მდე არის კონსერვანტები და ის რა. კონსერვანტები და ესე სხვადასხვა ჯგუფებად იყო. ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ საკმაოდ ინფორმატიული გადაცემა გამოგვივიდა. მოკლედ უმჯობესია რა თქმა უნდა ნატურალური პროდუქტების მირთმევა, მაგრამ ალბათ შეუძლებელია თანამედროვე ეპოქაში ასეთი პროდუქტების არსებობა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის პროდუქტებზე ვერ იქნება ადამიანი და სულ მაშინ ძალიან ცოტა დასახელების პროდუქტი იქნება ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა ასევე იქნება პროდუქტების, იმიტომ რომ თუ თანამედროვე ტექნოლოგია არ ჩაერთო პროდუქტის როგორც მოყვანაში, წარმოება გადამუშავებაში, არ გვექნება ამდენი პროდუქტი, რაც მომხმარებელს სჭირდება დღესდღეობით. და ბუნებრივიც არ ნიშნავს ყოველთვის უსაფრთხოს, შაქარი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბუნებრივი პროდუქტია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საფრთხეს შემცველი და მისი მირთმევის შემთხვევაშიც ხშირად აი მტკბილეულში, რომელიც გადამუშავებულია, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინგრედიენტი შაქარია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დანამატების გვეშინია, იმიტომ რომ ის არ ვიცით რა არის და შაქარი ჩვენთვის ნაცნობია და თითქოს არაფერი. მოკლედ, დიდი მადლობა დღევანდელი საინტერესო სტუმრობისთვის. მე მსმენელს შევახსენებ, რომ დღევანდელ გადაცემას სტუმრობდა ირაკლი არაბული, სურსათის უნებობის სპეციალისტი. მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.